ახლა კურიერის შეკითხვებში ნაგასაქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხებს საღამო მშვიდობისა ბატონო ირაკლი მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში საღამო მშვიდობის ბატონო ირაკლი დღეს დიპლომატებს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი უჩვენეთ იმ მასალიდან რომელიც სამეგრელოში აღმოაჩინეთ თუ შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ სულ რამდენ ეპიზოდს მოიცავს ეს ფარული ჩანაწერები და რა პერიოდშია გაკეთებული რა არის ამ კადრებში გარდა იმ ფაქტებისა რომლებზეც დღეს თქვენ უკვე ისაუბრეთ კი ბატონო ეს კადრები გადაღებული არის 2011 წელს მე წეგამთქვი რომ მაშინ იყო მინისტრი ვანო მერაბიშვილი აქ არის საუბარი ორ ეპიზოდზე ეს არის საშინელი კადრები მე შემიძლია გითხრათ რომ ეს არის საშინელი კადრები შედარება გავაკეთეთ მაგალითად ციხის კადრებთან ციხის კადრები აბსოლუტურად ძალიან სუბუქი ვარიანტია ეს არის უმძიმესი კადრები და ნათელი დადასტურება თუ როგორ ებრძოდა ადამიანს ყოფილი ხელისუფლება როგორ ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ხალხს, ყოფილი რეჟიმის შემქმნელები და მათი იდეოლოგები. ბატონო ირაკლი, რა მიზანს ემსახურებოდა ელჩებისთვის ამ კადრების გაცნობა? კიდევ თუ არის დაგეგმილი თუნდაც არასამთავრობოებისთვის ან მედიისთვის ანალოგიური შეხვედრების მოწყობა? მიზანი არის ძალიან მარტივი. ჩვენ უნდა უთხრათ საზოგადოებას რეალობა, ობიექტური სიმართლე, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ და არა ისეთი, როგორცაც აშუქებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ჩვენ მაგალითად დღეების განმავლობაში ვისმენდით ძალიან გაუგებარ ტყუილებს და უსუსო ბრალდებებს ჯერ მოვისმენთ თითქოს ეს კასრები ჩვენი ჩამარხული იყო შემდეგ თქვეს რომ თითქოს ეს იყო რეგისტრირებული იარაღი დაუწყო სამინისტროსი ან ჩვენი შემოსახ სამინისტროსი ეს არის აბსურდული სასაცილო ბრალდება რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს რეგისტრირებული იარაღი მხოლოდ არა დაურეგისტრირებული და შავი იარაღი მიზანი არის ძალიან მარტივი ჩვენ რა თქმა უნდა მივაწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას ობიექტური ინფორმაცია ყოფილი ხელისუფლების შესახებ და მათ ძალიან კარგად იციან მაგრამ კიდევ მეგონი ზედმეტი არ იქნება იმის თქმა რომ იმის ახსნა თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რა დავალებებს აძლევდნენ ხელმძღვანელები მე გულისხმობ ჩემს წინამორბედს ეს არის ძალიან მარტივი მე ხვალ გეგმავ ასევე ანალოგიური შეხვედრის გამართვას NGO-ებისთვის არასამთავრობო ასევე მედიის წარმომადგენლებს თქვენს გეპატიჟებით მაგალითად მეგონი მოწვეული ხართ ასე რომ მიზანი არის მე გავიმეორებ რომ მიზანი არის შემდეგი რომ მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ პროცესის წარმართვა და ჩვენ მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს ბატონო ირაკლი თქვენ დღეს განაცხადეთ რომ ადამიანის წამება და არამედ ადამიანის მოპყრობა ეს სისტემური პრობლემა იყო და არა ლოკალური ამ კადრების საფუძველზე შეაძლოა თუ არა ვინმეს დაუმძიმდეს ბრალი ან დადგეს სხვა მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი კარგი შეკითხვაა სწორედ მიზანი გამოძიების დაწყების ემსახურება შემდეგს რომ ჩვენ დავადგინოთ და გავარკვიოთ რეალურად რასთან ქონდა საქმე მე თქვი და გავიმეორებ რომ ეს არ იყო ლოკალური ხასიათის დანაშაული განხორციელებული ჩადენილი კონკრეტულ რეგიონში არამედ ეს იყო სისტემური დანაშაული ეს იყო ის მეთოდები კარგად შემუშავებული მეთოდები რითაც ხელმძღვანელობდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მე გულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადად სისტემურ პრობლემას როდესაც მიმდინარეობს საუბარი რა თქმა უნდა იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი გადის თუნდაც ჩემს წინამორბედზე მე მინდა შეგახსენოთ რომ ვანო მერაბიშვილი იყო მინისტრი 2011 წელს და ბოლო რამდენი წლის განმავლობაში სწორედ ის ხელმძღვანელობდა ჩვენს უწყებას შესაბამისად გამოძიებას რომ გაუშვეს ეს კითხვები მეგონი ლოგიკურია თქვენ იარაღი ახსენეთ ბატონო ირაკლი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ იარაღის საიდუმლო საცავების შესახებ მოქმედი ხელისუფლება ინფორმირებული იყო და ეს ქვეყნის თავდაცვის მიზნით იყო გაკეთებული თუ გადმოგცეთ თქვენ საიდუმლო სამალავების სია ეს ასაცილოა კიდევ ერთხელ მე მინდა უბრალოდ არ მინდა ხა მათ არასერიოზულ კითხვებზე უბრალოდ გავაკეთო კომენტარი მაგრამ ვინაიდან თქვენ მეკითხებით მაშინ მე თქვენ პატივცემ და მე თქვენ გიპასუხებთ რა თქმა უნდა მე მქონდა სია საერთოდ ზოგადად ამ ინფორმაციის გასაჯაროება იყო ჩემი აზრით ძალიან ამორალური საქციელი და სწორედ ეს იყო იმ საიდუმლოების გამჟღავნება რაც მათ გააკეთეს მათ თქვეს რომ არსებობს საიდუმლო სამარხები ეს ინფორმაცია არის საიდუმლო სახელმწიფო საიდუმლოება და ჩვენ ამაზე ღიად არასოდეს არ გვისაუბრია სწორედ მათ დაიწყეს საუბარი და ვინაიდან მათ დაიწყეს მაშინ მე ვალდებულია გამმართო მე მაქვს სია მე მქონდა საიდუმლო სამარხების ადგილსამყოფელი სია და მე გიდასტურებთ კიდევ ერთხელ რომ ეს არ განეკუთვნოდა იმ საიდუმლო სამარხებს
ანუ კონკრეტულად ეს სამალავი, რომელიც იყო აღმოჩენილი, იმ სიაში არ შედიოდა, რომელიც თქვენ გაქვთ გადმოცემული. ეს არის აბსურდი. და აღარ მოსულს უბრალოდ ამ არასერიოზულ კითხვაზე მეტი კომენტარის გაკეთება. ბატონო ერკლა, სამალავებში იარაღთან ერთად ნარკოტიკები და დოკუმენტები ინახებოდა, გაჩნდა ვერსიები, რომ მათი ჩადება იქ მოგვიანებით მოხდა. რატომ გაჩნდა საერთოდ ეს კითხვები? იყო თუ არა ეს პროცესი საკმარისად გამჭვირვალე თქვენი მხრიდან? გასაგებია. ზალიკო, მე მექმნება შტაბი თითქოს მე ვესაუბრები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. არა, ბატონო ერკლა, ეს კითხვები, როდესაც ჩდება, ბუნებრივია, უნდა დაისვას კითხვა და ამ შემთხვევაში საინტერესოა თქვენი პასუხი. გასაგებია. ესაც აბსოლუტურად ესაა სასაცილო. როგორ წარმოგიდგენთ, რომ ჩვენ ეს სამარხები არ მოვაჩინეთ, ჩვენ ჩავდით ნარკოტიკით და რაღაც საბუთები. სასაცილოა ამაზე კომენტარის გაკეთება უბრალოდ არ შემიძლია. ეს არის არასერიოზული, რაღაც უსწური ბრალდება. ისინი არიან გაოგნებულები, არიან პანიკაში, აგონიაში და შემოგვიძათ ერთადერთი დარჩენიათ, რომ როგორღაც ეს ჩვენ დაგვაბრალო. ეს არის აბსურდი და ცინიზმის უკიდურესი გამოვლინება. ბატონო ერაკლი, თქვენ დააკავეთ წამებაში ბრალდებულები, თუმცა ანალოგიურ დანაშაულში და 7 ეპიზოდში ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. თქვენ როგორ აფასებთ მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას სრულად გაეთავისუფლებია პასუხისმგებლობისგან წამებაში მსჯავრდებული პირი? ჯობია ალბათ თვითონ არჩილს დაუსვათ ეს შეკითხვა. თვითონ მთავარი პროკურორი განმარტავს საზოგადოებისთვის თუ რატომ მიიღო ეს დისკრეციული უფლება, რატომ გამოიყენა ბედუკაძის მიმართ. თუმცა დავეთანხმებით, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო, მე ვერ ვიხსენებ ბოლო პერიოდში ასეთ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურის მხრიდან. ამიტომ ბატონ პროკურორს, მთავარ პროკურორს აქვს საკმაოდ ძალიან კარგი ურთიერთობა მედიასთან. ის მე მჯერა დეტალურად განმარტავს მიზეზებს თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ბატონო ერაკლი, კადიევისა და ომაროვის დაკავება კიდევ ერთი ხმაურიანი საქმეა ამ ბოლო დღეების. თავიდან იყო ტერაქტის აღკვეთის კვალიფიკაცია, თუმცა რამდენიმე დღეში თქვენი პოზიცია შეიცვალა სამინისტროსი და ისინი ამ ეტაპზე იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვაში არიან ბრალდებული. ამ მიმართულებით თქვენი უწყების მიმართ კრიტიკული განცხადებები გუშინ საახო დამცველის მხრიდანაც გაკეთდა. რატომ შეიცვალა ბრალდება? ან თავიდან რატომ გაკეთდა ასეთ ხმამაღალი განცხადებები მე ტერაქტებს გულისხმობ? გასაგებია. ბრალდება არ შესულა. ესაც მორიგი, ეს არის მორიგი ტყუილი და მიზანმიმართული მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ ბრალდება რა თქმა უნდა არ შეგვიცვლია. ჩვენ გქონდა ოპერატიული ინფორმაცია რომ მზადდებოდა ტერაქტი, სწორედ ამ ნიადაგზე, ამ ფონზე ჩვენ შევედით და დავაკავეთ აღნიშნულ პირები. რა თქმა უნდა გამოძიება გრძელდება, გამოძიების პროცესში შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი გარემო გამოიკვეთოს. ასე რომ დაველოთ გამოძიებას ნუჩქარობს ნაციონალური მოძრაობა და ეს არის უბრალოდ მიზანმიმართული კამპანია, რომ მოხდეს როგორღაც დეзинფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში და მოხდეს ხალხის შეცდომაში შეყვანა. დასაკვირველია გამოძიებას უნდა დავალოდოთ და ერთ-ერთი ვერსიით დაკავებულები დაკარგული მოჯაჰედები არიან. სხვა ვერსიით მათი სახელები ლაფანყურის ოპერაციასაც დაუკავშირეს. ვინ არიან რეალურად დაკავებული დაღესტნელები და რა საფრთხეს ქმნიდნენ ისინი? გასაგებია. მე გამოძიების დასრულებიდან აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი, ძალიან ხოთ თავი შევიკავოთ თუ შეიძლება. გამოძიებას დაველოდოთ და ამის შემდეგ მე დეტალურად მოგახსენებ თუ რასთან ქონდა რეალურად საქმე. გასაგებია. არიან ეს ადამიანები. გასაგებია. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მოითხოვს მათ ექსტრადირებას, როგორი იქნება თქვენი პოზიცია? უნდა მოხდეს თუ არა დაკავებულების გადაცემა მოსკოვისთვის? ძალიან არასერიოზული კითხვაა, თქვენ არ გეწმენთ, მაგრამ მე მესმის ეს კითხვა საიდანაც მომდინარეობს, ვისგანაც მომდინარეობს. რომელი ექსტრადიციაზე საუბარი უბრალოდ ეს ადამიანი ჩვენ დავაკავეთ, ახლა მიმდინარეობს გამოძიება, მეკითხებით ექსტრადიციაზე. რა თქმა უნდა არ განიხილება ეს საკითხი. ბატონო ერაკლი, მე უბრალოდ ვიზახი რომ ეს ადამიანი რუსეთის გენპროკურატურის მიერ არის ზებრილი კონკრეტული დანაშაულისთვის. და შესაბამისად, შესაძლოა ასეთი მოთხოვნა საქართველოში მოვიდეს. შინაგან სამინისტრომ დააკავა ეს ადამიანი. შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გასცემს პასუხს ყველა კითხვას, მანამდე არ განიხილება არავითარი საკითხი. გასაგებია. და YouTube-ზე ატვირთული ვიდეოები კიდევ ერთი საქმეა, რომელზეც საზოგადოება პასუხს ელოდება ბატონო ერაკლი. IP მისამართი დადგენილია, რამდენად რთულია საბოლოო შედეგის მიღწევა, კიდევ რა ვადები სჭირდება გამოძიებას? ეს მორიგი სპეკულაცია. მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ დადგენილია IP მისამართი დავადგინოთ. კი ბატონო. ეს არის ძალიან რთული პროცესი, მე მინდა გაგიმართოთ ახლა. უბრალოდ საზოგადოებას გამომართოთ თუ რამდენად რთული პროცესი არის. საქმე გვაქვს ჩვენ კიბერდანაშაულთან. კიბერდანაშაული არის უმთავრესი, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევა 21 საუკუნეში. კიბერდანაშაულს ჩვენ საუბრობენ არა მხოლოდ ჩემი კოლეგები, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები. შესაბამისად, იმის თქმა, რომ IP მისამართი არის დადგენილი ძალიან მარტივი ამის ამ ასე ვთქვათ დანაშაულის დაკავება არის ძალიან პრიმიტიული ნათქვამი და ძალიან სასაცილო. მე მაქვს სერიოზული, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი
რომ თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ გამოძიება რამდენი ვერსიას ამუშავებს, ეს არის გაკეთებული პროფესიონალების მიერ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა გაიკეთონ რამდენიმე ალიბი და გადაეფარათ რისკები. მე პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად უცბად, რომ ჩვენ გვაქვს ერთ ვერსიად ვამუშავებთ. შემდეგ ვერსიას, რომ არ არის გამორიცხული, ეს ყოს გაკეთებული იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ-ოპერატიული საშუალებები, გამოძიების საშუალო რესურსები და შესაბამისად მას აქვს ნამუშევარი ძალიან ჭკვიანურად, ძალიან კარგად აქვს გადაფარული რისკები. თუმცა ჩვენ ამ საქმეში მე როგორც განმაცხადე უკვე, გვეხმარებიან აქტიურად გვეხმარება ამერიკის მხარე, ამერიკის მთავრობა, კერძოდ ფედერალური საგამოძიებო ბიურო, FBI. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს ჩვენ გავხსნით. თუმცა კიდევ ვაზუსტებ, რომ კიბერდანაშაული არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 21 საუკუნეში. აგიგონოთ, რომ ვინაიდან IP მისამართი დადგენილი, ძალიან მარტივი იქნება დამაშავების დაკავება. IP მისამართის ცვლილებაც შეიძლება უბრალოდ კვალის არევის მიზნით რამდენიმე IP-ს გადათამაშება, მაგრამ თქვენი IP-ს მითითება, მაგალითად სალიკო და თქვენ წარმოიდგინოთ, რომ თქვენთან მოვიდე და თქვენ დაგაკავოთ და თქვენ დაგაბრალოთ. აი დაახლოებით ამ დონის კიბერდანაშაულთან გვაქვს საქმე. გასაგებია. და ბოლო პერიოდის კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე ეს ყოფილი პოლიციელის მგელაძის დაკავება იყო ბატონო ირაკლი. ამ საქმეზე განსხვავებული ვერსიები ვრცელდებოდა. თუ შეგიძლიათ გითხრათ როგორია ამ ინციდენტის ქრონოლოგია? ანუ თვითონ ინციდენტიდან, ანუ ყიფშიზე მომხდარი დაჭრიდან, დაკავებისა და სასამართლო პროცესამდე, იმიტომ რომ იყო სხვადასხვა ვერსიები, რომ რეაგირება მოხდა დაგვიანებით და ასე შემდეგ. გასაგებია, სასწავლო უბრალოდ. ასეთ ბრალდებებს, ჭყალებში ბრალდებებს მე ვისმენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ისეთი ადამიანების მხრიდან მაგალითად ვინც შეიწია გირგულიანი, ბუტა რობაქიძე, ვაზაგაშვილები და შემდეგ. ეს არის ამორალური და მე ვიტყოდი ძალიან ცინიკური ბრალდებები. გილაძეზე მე მგონი კითხვები არ არსებობს, ის არის დააკავა პროკურატურამ, ის არის გათავისუფლებული. ჩვენი თანამშრომელი აღარ არის, იქნა დაკავებული და სასამართლომ გაუშვა გირავით. შესაძლოა ყველა კითხვაზე აქ აბსოლუტურად ამოწურულია ყველა კითხვა და პასუხი არის გაცემული. და მე მინდა შეგახსენოთ თქვენ საზოგადოება და ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან მათი კრიტიკის მთავარი ობიექტი ბოლო დღის განმავლობაში ვარ მე. მე მინდა შევახსენო მათ, რომ მე დავაკავე ჩემი პირველი მოადგილე. და როგორც წარმოგიდგენთ, რომ მე ხელს დავაფარებდი გელაძეს და სიტყვაზე გავწირავდი ჭყალებში, და ხელს არ დავაფარებდი ჩემს მოადგილეს. ეს ალოგიკურია, ამაზე საზოგადოებას აქვს პასუხი. შესაბამისად აქ კითხვები აღარ არსებობს. და კიდევ ერთი თემა ბატონო ირაკლი, კვირა 3 საათზე ფარული ჩანაწერების ნაწილი ნადგურდება. რა გარანტიას აძლევთ საზოგადოებას, რომ არ არსებობს ამ მასალების ასლები და ეს თემა კიდევ არ გახდება მორიგის სკანდალის მიზეზი? არა თუ გარანტიებს არ ვაძლევ, არამედ მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო საზოგადოება. და ასე გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვისაც წაღებული აქვს, მოპარული აქვს ეს ასლები. ეს არის ძალიან ამორალური, ამაზე ინსაქციელი. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ, ვისაც ასლები აქვს გატანილი ჩვენი სამინისტროდან. მე ზამეჯიმე ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ასლების არსებობს და არსებობს კიდევ უფრო მეტი მასალა, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაგვაჩნია. შესაბამისად ჩვენი ინიციატივა, რომლის შესაბამისად ჩვენ ვამზადებთ პარლამენტში კანონ პროექტს, მე გულისხმობ ამნისტიას იმ ერთვიან პერიოდს. არის სწორედ უნიკალური გამოსავალი იმისათვის, რომ და შანსი იმ ადამიანებისთვის, რომ მათ დააბრუნონ ან გაანადგურონ თავად ეს ძალიან საშინელი და ამორალური კადრები. აქ მე მინდა კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო. ვითვალისწინებთ რა ჩვენ მომხდარ გვაქვს, მე გულისხმობ სამეგრელოში აღმოჩენილ დიდი რაოდენობით იარაღს და იმ ვიდეო ფირებს, სადაც აღბეჭდილი იყო ორი უდანაშაულო ადამიანის საშინელი წამება, გაუპატიურება. ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იყო კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ლოკალური ხასიათის პრობლემა. ან ერთი ცალკეული დანაყოფის მიერ ჩადენილი დანაშაულები. ეს იყო სისტემური პრობლემა, რომელიც მომდინარეობდა სისტემის ხელმძღვანელიდან. მისი თანხმობის პოლიტიკის განსაზღვრის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაბედავდა მსგავსი პოლიტიკის გატარება სამინისტროში. ეს ადამიანები არიან შემსრულებლები ამ ბინძური დაკვეთების, რა თქმა უნდა ისინი დაიჟებიან, მაგრამ ჩვენი თავარი ამოცანა არის, რომ დავადგინოთ თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ვინ განსაზღვრავდა პოლიტიკას სამინისტროში,
რა ამ მეთოდებს ვინ შეიმუშავებდა და ვინ ეძლევდა ასეთ სასტიკ დავალებებს საკუთარ ქვეშევრდომებს. ეს არის თავარი ამოცანა. შესაბამისად ის მასალა, ის არქივი რაც უნდა გვაჩნია, ჩვენ ვსურს რომ დავიწყოთ გამოძიება და ვაჩვენოთ თელ სოფლიოს, არა მხოლოდ შიდა მოხმარების, არამედ ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქმე ქონდა სისტემურ დანაშაულთან. ხდებოდა იქ არის მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შეგროვება, არამედ პოლიტიკური ოპონენტების, ზოგადად ყოველდღიური საქმიანობის ჩაწერა, ჟურნალისტების, საზოგადოების ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების მოპოვება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, გამოძიება უნდა გავაკეთოს ყველაფერი, რომ კითხვა გასცეს შემდეგ, პასუხი გასცეს შემდეგ კითხვას. უნდა დაისაჯოს სისტემის შემქმნელი. ამ დანაშაულებრივი სისტემის და რეჟიმის შემქმნელი და ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერს იმისათვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს არც ერთი პასუხი. ალბათ ბატონო ირაკლი, კურიერის შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ყარიბაშვილი პასუხობდა.